პოლიტმეტრი ეთერში ბრუნდება და ვსაუბრობთ ქართულ კინოზე. საინფორმაციო მიზეზი კი ასეთია. ეროვნული კინოცენტრის დირექტორს ამ პოსტზე ყოფნის 3 წლიანი ვადა ამოეწურა. მოსაძებნია ახალი კანდიდატურა, ასევე ჩამოსაყალიბებელია პოზიცია. ვინ უნდა მართავდეს სფეროს, რომელიმე ცნობილი რეჟისორი თუ უცნობი, მაგრამ უნარიანი მენეჯერი. დავით რეგადაცემის სტუმრებს წარგიდგენთ მოკლედ თემები, რაც ბოლო წლებში მიიჩნევა ქართული კინოცენტრის წარმატებად. ეს არის საქართველოს ევროპის საბჭოს კინოს მხარდამჭერი ფონდის ევრომასში გაწევრიანება. საქართველოს მიერთება ორგანიზაცია ევროპული კინოს პრომოუშენთან, ეროვნულ კინოცენტრში ევროპული კინოპროდუქციების დაფინანსების კონკურსის შემოღება და ისეთ წარმატებული ფილმების დაფინანსება და წარდგენა, როგორებიც იყო მაგალითად სალომე ჯაშის ბახმარო, რუსულ დაჭყონიას გაიღიმეთ, ნანა ჯანელიძის ნეტავ იქ თეატრი არის, თინა გურჩიანის მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს, ზაზა რუსაძის ჩემი სავნის ნაკეცი, ნანა ექვთიმიშვილის გრძელი ნათელი დღეები და სხვა ორი უკანასკნელი ჩვენს მიერ ნახსენები, რუსაძის და ექვთიმიშვილის ფილმები ბერლინალეს სხვადასხვა სექციებში სულ ცოტა ხნის წინ იყო წარდგენილი. მოკლედ როგორ უნდა განვითარდეს ქართული კინო, ამაზე ვისაუბრებთ ჩვენი სტუდიის სტუმრებთან ერთად დღეს. ქაბუდონ თამარ-ტატიშვილი, რომელიც ეროვნული კინოცენტრის ყოფილი დირექტორია და ამოეწურა ვადა, თუმცა მას ყველა მიიჩნევს კომპეტენტურ ადამიანად ამ სფეროში, რეჟისორი ელდარ შინგელაია. მადლობა ბატონ ელდარ, რომ ბოლძანდით ჩვენთან. კინოზე სასაუბრობთ. ქაბუდონ მანა ბერიკაშვილი, რეჟისორი, ასევე კულტურის მინისტრის მოადგილე, ამ ამპლუით ის პირველად არის ჩვენს ეთერში, ასევე ჩვენთან ერთად იქნებიან გადაცემის განმავლობაში ლევან ყოღუაშვილი, რეჟისორი, საღამოშვიდობისა ლევან. და უმრავლესობის პოზიციებს სავარაუდოდ მიდგომებს როგორ ხედავს ქართული კინოს განვითარება, სოსო ჯაჭვლიანი წარმოადგენს პარლამენტის წევრი, ოცნების წევრი, საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. მოდით, რა კი გადაწყვეტილების მიმღები წარმომადგენელი, სტრუქტურის წარმომადგენელი ყავს, მანა თქვენ დავიწყებ. რამდენად გაამართლა სტრუქტურა კინოცენტრი? და ფიქრობთ თუ არა, რომ საჭიროა რაიმე რადიკალური ჩარევა ამ თვალსაზრისით? არა, ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო რადიკალური ჩარევა და ვფიქრობ, რომ გაამართლა ამ სტრუქტურამ, ძალიან ბევრ წარმატებებს მიაღწია და განსაკუთრებით ეს პერიოდი მინდა ბოლო 3 წელი, რაც თაკო არის კინოცენტრის ხელმძღვანელი და თქვენ აქ ჩამოთვალით უკვე ის მიღწევები, რაც ჰქონდა კინოცენტრს და მე მიხარია, რომ ეს თაკოს დროს მოხდა. გაერთიანება ევრიმაშიც და ყველა ეს აღარ გავმეორდები მე. და ვფიქრობ, რომ რადიკალური ჩარევები და რაღაც ესეთი რადიკალური ცვლილებები არ არის საჭირო. და განვითარდება კინოცენტრი, მე იმედი მაქვს, რომ ღირსეული ადამიანი მოვა და ითანამშრომლებს თაკოსთან, იმიტომ რომ ჩვენ თაკოს შევთავაზეთ, რომ იყოს ჩვენი წარმომადგენელი ევრიმაში, ჩვენ გავუფორმებთ მას კონტრაქტს, ანუ არ ვემშვიდობებით არანაირად. არ გვინდა რომ ეს კონტაქტი გაწყდეს და რატომ ატოვებთ მას ადგილზე, რატომ მას თავაზობთ თქვათ ადგილზე დარჩენას? ის ხომ წარმატებული იყო? იცი რა არის, მე როგორც ვიცი და თაკო მითხრა, მას რაღაცა სხვა გეგმები აქვს. ჩვენ რაც შეგვიძლია ამ შემთხვევაში შეგვეთავაზებინა, ეს არის რომ არ წავიდეს ჩვენგან და მაინც იყოს ჩვენი თანამშრომელი. თაკო, მე ხარ ვარ ამ საკითხში ექსპერტი, ბუნებრივია, თუმცა ვეცადე დღეს გავრკოულიყავი მეტნაკლებად. როგორც ჩანს, ძალიან კარგად დაალაგდა საგარეო ურთიერთობები. როგორც ჩანს, ქართული კინო გაცოცხლდა, თუმცა შემოქმედებითობის თვალსაზრისით კრიტიკოსებსაც ვესაუბრე მე ეთერში შემოსვლამდე, მაინც ამბობენ, რომ ისეთი დონის არ არის, თქვათ, შემოქმედებითი კრეატივი თვითონ კინოში, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო ამ 3 წლის განმავლობაში. შეგიძლიათ იყოთ თვითკრიტიკული საკუთარი ნამუშევრის მიმართ? მე გუშინაც თუ გუშინ წინ ერთ-ერთი მრგვალი მაგიდა იყო, ძალიან საქმიანი, საკდოკის მიერ ორგანიზებული და იქაც საკმაოდ თვითკრიტიკული ვიყავი. უბრალოდ არის ესეთი მომენტი, ეროვნული კინოცენტრი აფინანსებს ფილმ წარმოებას, მაგრამ არ არის შემოქმედებითი ცენზორი, ანუ კინოცენტრის მიერ მოწვეული კომისიები წყვეტენ იმ პროექტების შესახებ, რომელი პროექტი უნდა დაფინანსდეს და განაცხადებიც არის შემოტანილი კინოცენტრში. ანუ რეალურად ჩვენ არც აღმასრულებელი პროდიუსერი ვართ ამ პროექტების, არც თემის მიმცემი და მე ვფიქრობ, რომ ესეც უნდა იყოს მომავალში. ის რომ თქვათ, ყველა ფილმი, რომელიც დღეს საქართველოში იქნება, შეიძლება ერთნაირად საინტერესო არ არის კინოკრიტიკოსისთვის, ნინო დამეთანხმებით ეს ყველა ქვეყანაში ესე, ანუ არსად ახლა ყველა ფილმს 100%-იანად ერთი მიდგომით არიღებენ კრიტიკოსები, არის ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დინამიკა არის კარგი. აქ შემოქმედებითი ადამიანების სილაღეზე და სითამამეზეც არის საუბარი, რამდენად უფრო
ახდიან ისინი ფარდას იმ პრობლემატიკას, რაც შეიძლება იყოს ქართული კინოს სათქმელი, რამდენად უფრო რადიკალური აქ შემთხვევაში გულწრფელი იქნებიან, როგორც სცენარისტები ან თქვათ რეჟისორები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ როდესაც ბიზნეს მოდელი იქნება, რაც რეალურად ხდება დღეს საქართველოში და როდესაც არსებობს სახელმწიფოს მხარდაჭერის ფორმები, ეტაპობრივად იქნება ეს შემდგარი რეჟისორი და სცენარისტი თუ ახალგაზრდა, ეტაპობრივად ქართული კინო შემოქმედებითი კუთხითაც გახდება უფრო რადიკალური. რადიკალური ამ სიტყვის კარგი გაგებით და სხვათა შორის ამაზე არაერთმა დამსახურებულმა კინოკრიტიკოსმა უცხოელმა მიანიშნა ბერლინალეზე ჩვენი ფილმების განხილვის დროს და თქვეს, რომ მათ არ უთქვამთ, რომ დღეს ქართული საქართველო არის ცხელი წერტილი კინოში, მაგრამ მათ თქვეს, რომ ჩვენ ვხედავ ტენდენციებს, რომ 2-3 წელიწადში საქართველო იქნება ისეთივე ცხელი წერტილი, როგორც ეს სხვა აღმოსავლეთ ევროპული ფილმები იყო. და ზოგიერთ ფილმებს ბოლო წლებშიც, აი მაგალითად რუსო ჭყონიას გაიღიმეთ, იგივე ნანა ექვთიმიშვილის გზელი ნათელი დღეები, სალომე ჯაშის ბახმარო, ხო ვინმე არ გამომჩეს, ძალიან კარგი კრიტიკა ჰქონდა საქართველოშიც. ბატონო ელდარ, თქვენ დროს ძალიან წარმატებული იყო, როდესაც თქვენ იყავით აქტიურად ჩართული ამ სფეროში, ძალიან წარმატებული იყო ქართული კინო. რომ ადარებთ ახლა. შეგიძლიათ რაიმე პარამეტრით შეადაროთ? შეიძლება ვითარება. ეხლა ჩვენ არ უნდა ველოდეთ, რომ აი დღეს იქნება, ასე ვთქვათ, ყველაფერი არც ერთ სფეროში არ არის ეს მდგომარეობა, რომ ითქვა, რომ აი ეს არის რაღაცა, მიღწევა დიდი. ეს არის რაღაცა განვითარების ახალ პირობებში. ჩვენთვის ჩემი თაობისთვის იყო ნათელი, რომ საბჭოთა რეჟიმი იყო ჩვენი ასე თქვათ მტერი რა, პირობითაც ამბობდა. ამიტომ ჩვენ უმეტესად იგავით საუბრობდით ჩვენ ფილმებში, რა პირდაპირ ლოზუნგურად კი არა, ამ იგავში ჩვენ ვამბობდით ჩვენ სათქმელს. და ცენზურა უკვე ვერ ერეოდა. იმათ ეგონათ თქვა სერეკილები მიიღეს როგორც ჩვეულებრივი ზღაპარი. და რეზო გაბრიაძემ და მე ჩავიფიქრეთ ისე, რომ ეს არის თავისუფლებაზე ლაპარაკი. ადამიანის თავისუფლებაზე. ეხლა ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი არის თემა ზნეობის. როგორც მე უყურებ გარშემო, ეს მარტო საქართველოში არ არის. საერთოდ სოფლიოში არის რაღაცა ისეთი უზნეობის ზეიმი. ამიტომ კულტურამ, არა მარტო კინომ, თეატრმა და რაღაცა, მე ჩემი აზრით, მე პირადად ვამბობ, შეიძლება სხვა არ დამეთანხმოს. აი ამის გარშემო უნდა ესე იგი შრომობდეს და გააგებინოს ადამიანებს, რომ ზნეობა, უზნეო ცხოვრება არ შეიძლება. როგორ შეაფასებდით აი ბოლო კინოპროდუქტს, რომელიც დაიდო და ნახა კიდევაც მსოფლიოს ნაწილმა, ამ სფეროთი დაინტერესებულმა ნაწილმა? ჩვენი ქართული? დიახ. ძალიან კარგი ის არის პროდუქცია. ძალიან კარგად იმუშავა კინოცენტრმა და ეს ჩვენ კიდევ როცა კანონი იქნებოდა 2001 წელს, მაშინ უკვე ვოცნებობდით იმაზე, რომ მაშინ გავწერილებული ხართ, მაგრამ აი ამდენი წელი არ მოხდა და ის რა ქვია თაკომ მოახდინა ეს ამბავი და მე ვფიქრობ ძალიან კარგია. გარდა ამისა, როგორც მე ვიცი, სხვა ფონდებთანაც ურთიერთობა. ჩვენი კინო არ განვითარდება, თუ ჩვენ არ ვიქნება უმეტესი ფილმები კოპროდუქციით. იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ საქართველოში კინოთეატრები ძალიან ცოტა არის. და თუ გავა ეს ჩვენი ფილმები, ქართული ფილმები ფართო ასე ვთქვი მასშტაბით ევროპაში, მაშინ შემოსავალი როგორც პროდიუსერს იქნება მეტი, ისევე რაღაცნაირად კინოს განვითარებისთან შეიქმნება თანხები. როგორ უნდა იყოს კინოცენტრის ახალი ხელმძღვანელი და ვინ უნდა იყოს? ეს საკითხის გასაგებია. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორ იმუშავა თაკომ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არაფერზე ის ვის მოვა, არაფერზე უარი არ უნდა თქვა და წინ წავიდეს. არაფერზე უარი არ უნდა თქვას, რას გულისხმობთ? რას გულისხმობთ? არა, ის რაც გაკეთდა. გასაგებია. გაგრძელება. გადახედვა არ არის საჭირო და უარყოფა. იმაზე მე აშენება მომავალის. ბატონ სოსო, ლოგიკური კითხვით თქვენსკენ მოვდივარ, ფიქრობთ თუ არა, რომ რაღაცეები მაინც დასანგრევია ამ სფეროში, კარგი გაგებით თუ შეიძლება ითქვას ეს სიტყვა. თუ რამე არ მოგწონდა, თუ ფიქრობდით, რომ ეს სფერო იყო პოლიტიზირებული, შეიძლება თქვენი აზრი გითხრათ? ჩემი აზრი არის ასეთი, არის ქალბატონი მანონას და ელდარის აზრს ემთხვევა ჩემი აზრი. მაგრამ რაღაცა დოზით მაინც ჩარეული იყო პოლიტიკა.
ეს ჩემი აზრია რაღაცა დოზით. ასე რომ პოლიტიკა შორს უნდა იყოს ხელოვნებისგან, სპორტისგან და მეცნიერებისგან. დანარჩენი ახლა ჩვენ აი ბატონი ელდარი ლაპარაკობდა პროდუქციაზე, შექმნაზე. მეც ძალიან მომწონს რაც შეიქმნა ამ ხნის განმავლობაში, ოღონდ ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, ეს არის უფრო გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო კინოცენტრში, აი როცა ტარდება კონკურსები. დანარჩენი ქალბატონ თაკოს მე პირადად დიდი სიამოვნებით დავტოვებდი. ჩემი ნება რო იყოს დიდი სიამოვნებით. ბატონო სასო, აი რა დოზით იყო ეს პოლიტიკა ჩარეული თქვენ ბრძანებთ რომ იყო მაინც, აი სად გრძნობდით თქვენ ამ სფეროში მუშაობდით? იცით როგორ არის, აი როცა ხდებოდა აი კონკურსები როცა არის და იქ არიან ადამიანები ვინც აი ამას წყვეტენ თვითონ რომ ვინ უნდა გაიმარჯოს და ვინ არა, საერთოდ გემოვნებაზე არ კამათობენ, მაგრამ როცა დაუშვათ ჟიურის წევრია 5 კაცი ან 7 კაცი დაუშვათ და იმარჯვებს ის პროექტი, მე მქონდა ესეთი შემთხვევა, ეხლა უბრალოდ არც სახელი მინდა, არც გვარი მინდა ვთქვა, იყო ერთი ჟიურის წევრი, რომელიც ძალიან მოხიბლული იყო რომელიღაცა სცენარით და იცახდა რომ აი აუცილებლად გაიმარჯვებს ეს და გაიმარჯვა სხვა. ეს უბრალოდ ჩემი ეჭვია, ასეთ ჩემი ეჭვი. ბატონ ლევან, თქვენ როგორ შეაფასებდით აი ამ პროცესს და ფიქრობთ თუ არა რომ მაინც პოზიტიური იყო მეტად ბოლო წლებში კინოცენტრის მუშაობა, თუ ფიქრობთ რომ უფრო მეტი შეიძლება და გაკეთებულიყო, ამაზეც გითხარით? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ სფეროში შეიძლება უფრო მეტის გაკეთება, მაგრამ კინოცენტრის მუშაობას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ჩემი კოლეგების, ჩემი თაობის კოლეგების აბსოლუტურად ვიზიარებ, ვფიქრობ, რომ ალბათ ძალიან კარგად და ეფექტურად იმუშავა კინოცენტრმა, რაც შეიძლება და მაქსიმუმი გაკეთდა, ჩემი აზრით. განსაკუთრებით იყო ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობა საზღვარგარეთ იმისთვის, რომ რაღაცა საქართველოს კინო დაბრუნდეს ევროპაში, რომ თქვა გაჩნდეს ინტერესი ქართული კინოს მიმართ. არა მხოლოდ ფილმების დონეზე, რომ თქვა საერთოდ აი იგივე ევრიმაჟი, იგივე პროდიუსერები, იგივე მასტერკლასების ჩატარება და დანარჩენი ახლა უკვე ჩვენზე არის კინოცენტრმა მოამზადა ის სიტუაცია, როდესაც ჩვენი ფილმები თუ კარგი იქნება, უფრო ადვილად მოხდება ევროპაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაღლდა რაღაცა ჩვენი გაცნობიერების დონეც, თქვა აი რა ევროპული კინოპროცესი როგორ ხდება და ამაში კინოცენტრი იმუშავა ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მე ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე შეიძლება კინოცენტრმა უკეთესადაც იმუშავა, ვიდრე თქვა თვითონ შემოქმედებითი ნაწილი იყო საქართველოში. ანუ უფრო წინ წავიდნენ და მე მგონი თქვა კინოები უნდა ფილმები უნდა დაეციან იმას, თქვა რაც კინოცენტრში გაკეთდა. მე აი რაღაც თემა იყო რაღაც პოლიტიზირების შესახებ. მე რამოდენიმეჯერ მიმიღია კინოცენტრის კონკურსებში მონაწილეობა. ჟიურიშიც მომიწია ყოფნა და მე პირადად პოლიტიზირება და პოლიტიკის გავლენა ნაღად არ მიგრძნია, ვერ ვიტყვი რომ თქვა აი რაღაცა რაღაცზე გავლენა ყოფილიყო, რა მე ეს ნამდვილად არ მიგრძნია. თაკოს ძალიან ღიად მინდა ვკითხო, თქვენ ნიკარურუას კადრად მოიაზრებოდით და მოიაზრებით. ეს გიშლიდათ ხელს ბუნებრივია, რაღაცა თვალსაზრისით, იმიტომ რომ როდესაც მოგეკერება რაღაცა სახელი რთულია, თუმცა ხადასტურებენ კოლეგები თქვენი რომ ეს შესაძლოა ასე არც იყო. თქვენ გრძნობდით და იყო სურვილი რაიმე გავლენის მოპოვების ამ სფეროზე? ნიკარურუამ გამიქეთა ძალიან საქმიანი შეთავაზება, რომ მე ხელმძღვანელ ამ ორგანიზაციისთვის, მე გუშინ მას ამისთვის მადლობაც მოუხადა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მithქმა-მოთქმის საგანი გახდა ამ ბოლო პერიოდში, რატომღაც დაინიშნოს თუ აირჩიოს კინოცენტრის დირექტორი და მე ამაში ვერაფერს არანორმალს ვერ ვხედავ და აგერ ბატონ ელდარმა იცის, ყველა ქვეყნის კინოცენტრის დირექტორი ინიშნება. ამისთვის მინისტრი კონსულტაციას გაივლის თუ კონკურსს ჩაატარებს, არა აქვს მნიშვნელობა, საბოლოოდ ხარ დანიშნული. ანუ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ხა ბატონი გურამოდიშარია დანიშნავს, იქნება მის მიერ დანიშნული კინოცენტრის დირექტორი, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის გავლენის ქვეშ ხარ. მე ყველაზე დიდ მადლობას ვუხდი ამ 3 წელიწადში პირველ რიგში ამ სექტორის წარმომადგენლებს, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ ძალიან დიდი თავისუფლება იყო კინოცენტრში. რაც შეეხება ჩარევას და კონკურსებს, მე ხა
ძალიან მშვიდად და საქმიან რეჟიმში ვიღებ ამ თქვათ ერთადერთ თემას, რომელიც ეხება კონკურსებს და მინდა შეიძლება ცოტა პესიმისტური განცხადება გავაკეთო, მაგრამ ეს იგივე იქნება შემდეგშიც. მე ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ კინოცენტრში ან ნებისმიერ სხვა დარგში ჩატარდება კონკურსი, სადაც იქნება 80 განცხადება, დაფინანსდება მხოლოდ 3 და დანარჩენ 77-ს სიხარულით მიიღებს კინოცენტრის დირექტორი და თქვათ მათ არ ექნებათ პრეტენზია. გამჭვირვალებაზე იყო. გამჭვირვალეობასაც შევეხები, გამჭვირვალეობა ნიშნავს იმას, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც კინოცენტრის დირექტორი იწვევს კომისიის წევრებს, კანონით შეიძლება იყოს 3 ან 11 კაცი, რომელსაც მოიწვევთ საექსპერტო კომისიაში, უმეტესად ეს არის ჩვენი ხასიათის ნაწილი, ხანდახან შეიძლება ჯერ ისე ბოლომდე არ არის განვითარებული რაღაც თამაშის წესები, ზოგიერთ მათგანს არ უნდა, რომ გამოჩნდეს, რომ არის კომისიაში და ეხლა რა თქმა უნდა ყოველგვარი სახელების და გვარების დასახელების გარეშე, როდესაც პროექტს უწევს 2-ს ან 3-ს, 5-ქულიან სისტემაზე თუ ვისაუბრებთ, ხანდახან გამოდის და ამბობს, რომ მე არაი, ჩემ გვერდზე მჯდომა შენ დაბალი ქულა დაგიწერა და რატომ ეხლა გადავდივარ კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე, ისევ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ალბათ საკმაოდ ძლიერი ადამიანი იყოს ხელმძღვანელი მაინც ამ სტრუქტურაში, ჯამში საექსპერტო კომისიის წევრების ვალდებულება არის ნულოვანი, რადგან როცა მათი შრომითი კონტრაქტი მთავრდება, ისინი მიდიან სახლში და მთელი ეს უკმაყოფილება გადმოდის კინოცენტრის დირექტორზე, რომელიც რეალურად არის აღმასრულებელი ამ შემთხვევაში. ამიტომ თუნდაც აი ამ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ახლა ამ თანამდებობაზეა, მე ვფიქრობ, ძალიან არარეალისტური იქნება იმის მოლოდინი, რომ რადიკალურად რამე შეიცვლება ამ მიმართულებით მომავალში. მე არ ვთვლი, რომ აქ რამე პოლიტიკურ ჩარევებზეა საუბარი, საკმაოდ საერთოდ არ მიყვარს ამ სფეროს პოლიტიზირებაზე საუბარი, მაგრამ თუ ეს უნდა განვიხილოთ, არსებობს ესეთი სიტყვა პოლისი, რომელიც ითარგმნება როგორც განვითარების სტრატეგიული კურსი. კინოცენტრის დირექტორის თანამდებობა არ არის პოლიტიკური თანამდებობა, ეს არის სტრატეგიული თანამდებობა, ეს არის ჩემი მოსაზრება. პოლიტიკურია მინისტრი, მაგრამ კინოცენტრის დირექტორი არ არის პოლიტიკური, ისევე როგორც ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორი ან ნებისმიერი სხვა სიპის, ეს არ ნიშნავს იმას და მე ამას არასდროს არ ვიტყვი, რომ კინოცენტრის დირექტორმა არ უნდა ითანამშრომლოს მინისტრთან, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ შეძლებს ერთადერთი კინოცენტრის დირექტორი ქვეყანაში გააძლიეროს მთლიანად კინოთეატრების თემა, რომელიც არის მაგალითად ჩავარდნილი. ან საგადასაღადო შეღავათის ლობი გაწიოს. ამისთვის არა მხოლოდ კულტურის მინისტრია საჭირო, ეკონომიკის, ფინანსთა და სამთავრობო და ძალიან კარგი იქნება, როდესაც ბატონი სოსო პარლამენტშია, სხვა ძალიან დიდი რაოდენობით შემოქმედებითი ადამიანები დღეს წარმოადგენენ დიდ ინტერესებს, ასე ვთქვათ, უმრავლესობის მხრიდან თუ პოლიტიკურ ჭრილში ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში აი ესეთი დიდი თემების ლობირება, ეხლა ეს თუ პოლიტიზირებაა, ну მაშინ ეს კარგია და თუ თანამშრომლობა ჩემენაზე ეს არის სექტორში ჯანსაღი თანამშრომლობა. ეხლა მაინც ბატონ სოსოს მინდა დაუბრუნდე, ბატონ სოსო, თქვენ ხედავთ და მოიაზრებთ, რომ სასურველი კანდიდატურა გეყოლებოდათ თქვათ არ მესმის. ყავთ თქვენთვის სასურველი კანდიდატურა, თქვენთვის როგორც ერთი ადამიანისთვის ამ თანამდებობაზე. მე პირადად და არ ამყავს სასურველი კანდიდატურა, ეს ჩემი აზრია. კინოცენტრს უნდა ხელმძღვანელობდეს ისეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, უნარიანი, კინო უნდა ესმოდეს, კანონი უნდა ესმოდეს. სხვათა შორის ერთადერთი დარგია კინო, რომელიც უფრო პოზიტივით დარჩა ახალი მთავრობის მოსვლის მერე, ეს მე როგორც კომპლიმენტს ისე ვეუბნები ქალბატონ თაკოს. მე წარმომიდგენია ისე, რომ აი არამც კინოცენტრის ხელმძღვანელი არ უნდა იყოს რეჟისორი. მე ვიქნებოდი წინააღმდეგი, რომ ელდარ შენგელაიას რო ყოფილიყო ბატონი ელდარ შენგელაიას კანდიდატურა, მე ვიქნებოდი წინააღმდეგი და რატომ ელდარ შენგელაიას მე მიუსჯიდი კინოს გადაღებას და იძულებულს გავხდიდი, რომ ეღო კინო. რეჟისორებმა უნდა იღონ კინო და ქალბატონმა თაკომ ძალიან კარგად გაართვა და როცა ლაპარაკი არის გამჭვირვალებაზე, როცა ლაპარაკი არის რაღაცა დოზით ჩარევაზე, ეს ეჭვი კი არა, ეს ასე იყო და ამაში მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქალბატონო თაკო, თქვენ ძალიან კარგად იმუშავეთ.
ამ წლების განმავლობაში და ყველას აზრია ვინც ამ სფეროშია ყველა გთხოვთ რომ დარჩე მაგრამ თქვენი სურვილი არა როგორც ჩანს სხვა გეგმები აქვს ქალბატონ თაკოს მანანა არის კონკრეტული კანდიდატურები უკვე და შეიძლება მოვიკითხოთ ვინ მონაწილეობს ამ კონკურსში. არ ვიცით გამოვაცხადეთ ახლა კონკურსი მე ჯერ მინდა სანამ ამაზე მოგახსენებდეთ მე ძალიან გამეხარდებოდა და აქვე შეგვიძლია ჩვენ თაკოს შეთავაზება გავუკეთოთ ისე არ გამოვიდეს რომ რაღაცა უყურადღებოდ დავტოვეთ თუ ის მოისურვებს რაზეა ლაპარაკი ბატონოს ასე რომ ჩვენ ამაზე უკვე ქონდა საუბარი და თუ მოისურვებს და მე ძალიან მიხარია ეს მოგეთ თაკო ის გამონაკლისია რომელსაც ახალი ხელისუფლება ძველიდან სიამოვნებით მიიღებდა მემკვიდრეობა არ არის თაკო მარტო ერთი გამონაკლისი სახელოვნებო სფეროში არ არის ასე ძალიან ბევრია ასეთი სახელოვნებო სფეროში ნუ თაკო არის კინოცენტრის ხელმძღვანელი თქვათ თეატრებს ყავს თავის ხელმძღვანელები და ამ შემდეგ ძალიან ბევრია ასეთი რომელიც ნაწილობრივ შეიცვალა ეს მოსი ნაწილობრივ სულ იცვლება ჩემო ნინო ყველა ეტაპზე და ყოველთვის რაღაცები იცვლება ეხლა ეს არ არის გასაკვირი მე მგონი და ყველა შეცვლას რაღაც თავის მიზეზები ქონდა ყოველ შემთხვევაში ჩვენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება და კულტურის სამინისტრო მაქსიმალურად ვცდილობთ კიდე სხვა სიტყვა ჩვენ არ გავაკეთებთ არანაირ პოლიტიკური ხედვით ცვლილებებს და ამიგვაჩნია რომ და მით უმეტეს მე რომელიც ხელოვნებაში ვარ და მინდა რომ იქ ვიყო ეს გამოდის რომ აი კულტურის პოლიტიკის ის სეგმენტი ნაწილი კინო რასაც ქვია მაინც ვითარდებოდა ყოფილი ხელისუფლების დროს პოზიტიურად და პოლიტიკა იყო სწორი რა ამაში რაღაცა დიდი დანაშაულია არა ეს კარგია უბრალოდ იშვიათად ხდება ხოლმე ამის აღიარება ახალი ხელისუფლებისგან ამას აღიარება ის რომ თაკო არის ძალიან ნიჭიერი და კარგი მენეჯერი იმის რომ ჩვენ ყავს ძალიან ნიჭიერი კინორეჟისორები ამის აღიარება არ რთული იმიტომ რომ ჩვენ ყავს ძალიან ნიჭიერი არტისტები თეატრში და ძალიან ნიჭიერი რეჟისორები ჩვენ ყავს ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები და მხატვრები ამის აღიარება არ არის რთული ვიღაცამ გაუძლო პოლიტიკურ წნეხს და არ ჩაერია და არ მიიღო მაგრამ არის ალბათ რაღაცა სეგმენტები სადაც ძალიან ჩაერია ორმხრივი სურვილით პოლიტიკა და ხელოვნება ეს ყოველთვის ხდებოდა მე ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ხედავ და მგონია რომ გარშემო ხალხს უფრო უნდა რომ ამაზე ატეხოს აჟიოტაჟი ვიდრე იფიქროს იმ ფასეულობებზე თუ რა უნდა შევქმნათ ჩვენ და საით უნდა წავიდეთ ესე კულტურის სფეროში და კინოში მოხდა რა კოჰაბიტაცია და ჩვენ ვერ გაგვიგია ეხა ეს სტუდია არის მართლაც ესე მოხდა ნამდვილად პირდაპირ ეთერით შემიძლია ვთქვა რომ ნამდვილად ასეა და არ ამგონია რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მიმართულებაში რაღაცა პრობლემა იყოს და ვხედავდეთ ესე რაღაც გლობალურ პრობლემას ნამდვილად ვერ თაკო ახლა ლეკამინდა ჩავთო ლევან რას ხედავთ დღეს როგორც ნომერ პირველ აუცილებლობას ახალი დაკვეთა რა გაქვთ ახალი დირექტორისთვის რომელიც მალე იქნება როგორც ჩანს და პირველ რიგში ალბათ რომ დაფინანსება გაიზარდოს ძალიან მარტივი პასუხი არის ალბათ იმიტომ რომ ძალიან ბევრი რეჟისორი ვისაც კინოს გადაღება უნდა და ძალიან ცოტას აქვს ამის შესაძლებლობა დაფინანსება რეალურად არის ძალიან ცოტა როდესაც რაღაც 40 განაცხადი არის 50 განაცხადი არ ვიცი რამდენი არის და 2-3 ფილმი ფინანსდება ისე ძალიან ნაწილობრივ რა პატარა პროცენტი და ძალიან ცოტა არის რთულია რაღაცა კინოპროცესი რომ განვითარდეს როდესაც ასეთი ცოტა რაოდენობის ფილმების გადაღება არის შესაძლებელი ამ პირველ რიგში დაფინანსებენ სხვანაირად იცით რა შეიძლება გემოვნების საკითხია მე შეიძლება რაღაც ფილმები მომწონდეს რაღაცები არ მომწონდეს რა კინოების საკითხში კეთე მაგრამ ეს უკვე ინდივიდუალური რაღაც ამას ვერ განსაზღვრა ხო ცენზურას ვერ დაუწესებ არა ალბათ პირველი პარალელად განვითარდეს კინო განათლება და განათლების სექტორი ძალიან სერიოზულად იმიტომ რომ ამის დეფიციტი იგრძნობა იმიტომ რომ წარსულ წლებში ხო ქართული კინოს დიდება ასე ვთქვათ პირველ რიგში განპირობებული იყო რომ განათლებული ხალხი მოდიოდა კინოსფეროში რომელსაც ჰქონდა სერიოზული განათლება და რაღაცა ამიტომ პლუს აი როგორც თაკო მახსენა კინოგაქირავების რომ ძალიან ცოტა კინოთეატრები არის
პრაქტიკულად არ არის კინოთეატრი, რომელიც საავტორო კინოს აჩვენებს. თქო, რაღაც აპრობირებული არის თელს ევროპის ქვეყნებში, როდესაც არის კინოთეატრი, სადაც მიდიხარ და შეგიძლია ნახო ახალი ევროპული კინო, ნახო რეტროსპექტივა, კლასიკა. ეს საერთოდ ეს სეგმენტი არ არის. ასევე ამას წინათ შეხვედრა რო იყო გახსენეს, რომ რაღაცნაირად პატარების განათლებაც რა ვინც სკოლებში რო რაღაც კინო გემოვნება განუვითარო. იმიტომ რომ კინო ხელოვნების დარგი არის პირველ რიგში და ამიტომ რაღაცნაირად რომ შეაჩვიო კარგ კინოს და ამის შესაძლებლად ბატონო ელდამა რაც თქვა, ხო, იგივე რაღაცა კარგი ზეგავლენა საზოგადოებაზე, იგივე ზნეობრივი და ყოველდღე რაღაც ეს კომპლექსური საკითხი არის, მაგრამ აი მეთოდურად იმიტომ რომ პირველ რიგში ალბათ ის რო თქვა რაღაც ეტაპზე მოვედით და ეხლა წინ უნდა წავიდეთ, განვითარდეთ და შემდეგი რაღაცა ნაბიჯები გადავდგა ძალიან ამ მიმართულებით რაც ჩემი აზრით. თაკოს მქონდა მოკლე კომენტარი ჩვენ რეკლამის დრო გვაქვს მოკლედ და ჩვენ დავბრუნდებით შემდეგ ბევრი სასაუბრობებს. და მე და ბატონისასაც ძალიან მიხარია რომ კონსტრუქციულ რეჟიმში რაღაც სხვადასხვა აზრზე ვდგევართ და თქვენ მინდა ნინო გთხოვოთ რომ აი 3 წელიწადი რო გავა დარწმუნებული ვარ ეს ძალიან იშვიათი ეთერია რომელიც მე ძალიან მომწონს თქვენთან გამომდინარე იქნებ მე და ბატონმა სოსამ აი ამ გამჭვირვალობის და საექსპერტო კომისიის თემაზე შევაჯაროთ შემდეგი დირექტორის მუშაობის შედეგები და მე ვნახავთ რომ ერთ აზრზე ვდგევართ და თქვენ დამეთანხმებით. ისე ამას ერთი რამე ჭირდება რომ მაესტრო იყოს წარმატებული, ჩვენ ვიყოთ ადგილზე და თქვენ იყოთ ჩვენ ძალიან საინტერესო წინადადება შემოთავაზება მივიღეთ მზად ვართ ამ წინადადების ესე იგი რამდენი ადამიანს არის იმდენი აზრია და ყოველთვის იქნება უკმაყოფილო. ესე ჯობია კი. თუმცა საინტერესო იქნებოდა კინოკრიტიკოსების აზრიც მოგვესმინა აი ამ თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ დღეს ვერ შევძელით ახლა მობილიზაცია ამ მიმართულებით და რეკლამის შემდეგ ვეცდებით იქნებ ტელეფონით მაინც დაუკავშირდეთ რომელიმე ესეთ კინოკრიტიკოს დროებით.